რომელიც მოვისმინეთ, მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ, დავიწყოთ ევროინტეგრაციის თემით. რა მოლოდინი გაქვთ ორბანს ჰქონდათ სალსახად პოზიტიური გზავნილები და ის ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ხმა იყოს დეკემბერში, როდესაც ლიდერები შეიკრიბებიან, თუმცა საქართველოსდან არაერთი პირი, მათ შორის მაგალითად გიორგი კანდელაკი არის სამთავრობო სტატუსით და ბევრი სხვა ოპოზიციონერი ცდილობს, რომ საქართველოს წარმოაჩინოს როგორც რუსული ორბიტის მქონე ქვეყნად, სადაც მოსახლეობის ნახევარს ჯერ კიდევ სტალინი ენატრება. Კიდევ მოგესალმებით, მესალმებით დალემაღურებელს. ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ შანსები არის 50-50-ზე და ამას აქვს მარტივი ლოგიკა, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად ან მოხსებენ ან არა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომლებიც ვითარდება, ეს არის ჩვენი აღქმა, ჩვენი შტაბ-შტილება და საბოლოო ჯამში იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ. ტენდენცია არის დადებითი, აშკარად, აქედან გამომდინარე გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. რაც ბევრ რამეში ვლინდება, აქ დეტალებში არც მინდა შევიდე, მაგრამ ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ საბოლოო ჯამში შანსები არის გაზრდილი კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით. თქვენი ოპონენტებისთვის უნგრეთის პრემიერის ასეთი ღია და მკაფიო მხარდაჭერა შემაშფოთებელია. რეპუტაციას უწუნებენ ვიქტორ ორბანს და ამბობენ, რომ ეს ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, რუსული ორბიტის გარშემო მოძრაობს საქართველოს. პირველ რიგში, როდესაც საუბარია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ყველამ ვიცით, რომ საჭიროა 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერა. და ვიქტორ ორბანი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდაჭერი ჩვენი ქვეყნის და კანდიდატის სტატუსის მინიჭების კიდევ უფრო კონკრეტულად, როდესაც ასეთ დროს ვერ მალავ რაღაც გაღიზიანებას იმის გამო, რომ ბატონი ორბანი გამოხატავს ღია მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, ეს ყველაფერზე მიანიშნებს იმაზე, რომ რეალურად ოპოზიციას აქვს საპირისპირო მიზნები, მათი მიზანია, რომ როგორმე ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება კონკრეტულად ვიქტორ ორბანს და მის შეფასებას, დღეს ერთ-ერთი ყოფილი პოლიტიკოსი, მოქმედი ეგრეთ წოდებული ექსპერტი ამბობდა, რომ თითქოს ვიქტორ ორბანი არის ავტორიტარული მმართველი და ეს ადამიანი არის რეალურად დღეს ალიანსში ნაციონალურ მოძრაობასთან. და მე მინდა ერთი რამე გითხრათ, რომ ვიქტორ ორბანს სააკაშვილივით და ნაცმოძრაობასავით არც ადამიანები უწამებია, არც არ ადამიანურად ეპყრობოდა ადამიანებს, არც ბიზნესის რეგეტი გაუჩაღებია, არც ტელეკომპანიები მიუტაცებია, მსგავსი არაფერი არ გაუგეთებია. აქაც ზუსტად იგივე ვითარებასთან გვაქვს საქმე, ვიღაცაები ცდილობენ ვიღაცაების სტიგმატიზებას და მერე ხდება მარტივად რაღაც იარაღების მიკერება კონკრეტული ლიდერებისთვის და ვიქტორ ორბანიც არის ამის ერთ-ერთი მაგალითი, რომ ჩაყვე რეალურად რას გულისხმობენ ავტორიტარიაში, ვერაფერს ვერ გეტყვიან. მაგრამ ამ ეგრეთ წოდებულ ლიბერალებს არ მოწონთ გამომდინარე მისი კონსერვატიული შეხედულებებიდან და არაფერი უნდა დაარქვან ავტორიტარული მმართველი დიქტატორი და შემდეგ როცა თვითონ არიან ნაცმოძრაობის, ასე ვთქვათ, ალიანსში, ნაცმოძრაობასთან ალიანსში მყოფი ადამიანები. ეს არის სერიალი სტიგმატიზება. ვიქტორ ორბანი არის 27-დან ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერი და რა თქმა უნდა მის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ეს არის აქტიური მხარდაჭერი და ბუნებრივია ამ მხარდაჭერას ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ღირებულებითი თანხმედრაც გვაქვს ბუნებრივია ჩვენ უნგრეთის ხელისუფლების ლიდერთან და აქ იგულისხმება პირველ რიგში იმ ფასეულობების პატივისცემა, რაზეც დგას ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც უნგრეთის საზოგადოება. რა არის ახლა ხელისშემშლელი ფაქტორი კანდიდატის სტატუსის მისაღებად? თქვენ ოპონენტებს დაუჯერებთ, ხელისუფლების მიერ განუხორციელებელი რეფორმები და 12 პუნქტია. რეალურად რა ვითარება გვაქვს ამ თვალსაზრისით? ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ კონსულტაციებში, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გვაქვს კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში. მე პირადად გქონდა გუშინ თუ გუშინ წინ სატელეფონო საუბარი ბატონ კოპმანთან, განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც დაკავშირებულია 12 პრიორიტეტის შესრულებასთან, გვაქვს არაჩვეულებრივი თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე მე ვერ ხედავ საფუძველს იმისათვის, რომ ვინმე რაღაც საბაბად გამოიყენოს ეს 12 პრიორიტეტის შესრულების მდგომარეობა კანდიდატის სტატუსის არ მოსანიჭებლად. რეალურად ყველაფერი სრულდება, ჩვენ თავის დროზე გახსოვთ ბრიფინგი ჩავატარეთ, თქვით თუ რას ვაკეთებდით ბორელის ვიზიტის შემდეგ, ყველაფერი
თქვით, ყველაფერი გავაკეთეთ, მივყვებით თავიდან ბოლომდე ამ 12 პრიორიტეტს და არის კიდე გარკვეული ნაბიჯები, რაც გადაითქმება 20 ოქტომბრამდე, შემდეგ გადაითქმება 15 დეკემბრამდე. ყველაფერს მივყვებით ზედმიწევნით, აქედან გამომდინარე საბაბსაც კი არ ვტოვებთ იმისათვის, რომ არ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მთავარია რომ გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი. ჩვენ ნოემბრის დასაწყისში ველოდებით ევროკომისიის ანგარიშ შეფასებას, თუ როგორ შესრულდა ეს რეკომენდაციები, მაგრამ მესამე რეკომენდაციასთან დაკავშირებით უკვე არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა, ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმის შეფასება. ოპოზიციის ინტერპრეტაცია ასეთია, რომ ეს არ არის საკმარისი, რაღაც გაკეთდა, მაგრამ არ გაკეთდა მთავარი, იმ პირველ რიგში ასახელებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას. თქვენ როგორ აფასებთ და აი ეს განცხადება, რომელიც მოვისმინეთ მმართველი გუნდის წევრების მხრიდან, რომ შენიშვნები იყო უფრო პოლიტიკური და არასამართლებრივია, ეს რას ნიშნავს, რომ გამოვიდა? ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე ბატონ მანდრიო ხანაშვილმა ჩაატარა ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი და მან ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რას გვეუბნება ვენეციის კომისიის დასკვნა. სადაც იყო წარმოდგენილი იურიდიულ მოსაზრებებზე დაფუძნებული რეკომენდაციები და ისეთი რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამებოდა ევროკავშირის ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკას, ყველაფერი გვაქვს გათვალისწინებული, რაც ჩანს საბოლოო ჯამში ვენეციის კომისიის დასკვნიდან. ამის მიუხედავად ჩვენ თქვით, რომ კვლავაც ადვართ კონსულტაციებისთვის ევროკომისიასთან, დამატებით თუ იქნება საკითხები, რომლებიც რეკომენდაციები, რომლებიც იქნება თავსებადი ევროკავშირში დამკვიდრებულ პრაქტიკასთან, რომლებიც იქნება დაფუძნებული სამართლებრივ მოსაზრებებზე, ყველაფერთან დაკავშირებით სადვართ რომ ვიყოთ ღია და გავითვალისწინოთ ნებისმიერი რეკომენდაცია. და აქაც ვერ ხედავთ ვერავითარ პრობლემას, ყველაფერი სრულდება ისე, როგორც არის შეასრულებული. რას გულისხმობთ თავსაბუთებელ რეკომენდაციებში? ერთის მხრივ ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო პოზიტიურად აღნიშნული ის, რომ რეკომენდაციების ნაწილი ნამდვილად არის შესრულებული, მაგრამ ისინი აქცენტს აკეთებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე, ყოვლის მომცველი რეფორმა, ასე ეწერა და რომლის მიხედვითაც ეს ნიშნავს, რომ საბჭოს არაკეთილ სინდისიერების შესახებ არსებული ბრალდებები ეფექტურად უნდა მოგვარდეს. ანუ ამ თვალსაზრისით ისინი კვლავ მიიჩნევენ პრობლემას და მეორეს მხრივ არის, რომ რეფორმების სტრატეგია დაუსაბუთებელი შეფერხებების გარეშე უნდა განახორციელოს. ანუ ეს პოლიტიკური ნაწილია. მაგალითები რომ მოვიყვანოთ, არის ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება იუსტიციის საბჭოს წევრების განმეორებით არ არჩევას. ანუ ეს არის რეკომენდაცია, რომ ერთხელ რო არის არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრი, განმეორებით ზედიზედ აღარ ავირჩიოთ. თუმცა იქვე მიუთითებს ვენეციის კომისია, რომ ეს განმეორებით არჩევა არის მიღებული პრაქტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან დაკავშირებით ვიღაცები ამბობენ, რომ იქ არის რაღაც კორპორატივიზმის პრობლემა და ამ შემდეგ, ამიტომ რაც არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დამკვიდრებული, იქნებ თქვენ არ გააკეთოთ. ეს არის ისეთი რეკომენდაცია, რომელიც სამართლებრივ მოსაზრებებზე არ არის დაფუძნებული. ხო ამას გულისხმობთ. ეს არის რაღაც მიზანშეწონილობის თემა, რომელიც ეფუძნება პირდაპირ ვიტყვი NGO-ების მიერ, ასე ვთქვათ, გავრცელებულ ჭორებს, თუ რაც არის, უხეში ტერმინი შეგვიძლია გამოვიყენოთ, ჭორიც არ არის ეს. ეს არის მიზანმიმართული სტიგმატიზაციის კამპანია, რასაც ისინი აწარმოებენ მთელი ამ წლების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის NGO-ების ეს კამპანია, ხელოვნური კამპანია, რომელიც არის მიმართული სასამართლოს დამოკიდებულების ხელყოფისკენ, ვერ გახდება საფუძველი გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლად. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოსაზრებები, სამართლებრივი არგუმენტები, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სათანადოდ ვიმოქმედებთ. რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას, რასაც არის საუბარი ვენეციის კომისიის დასკვნაში, აქ ყოველ ჯერზე შეხვედრებით შედგა. მათ შორის დისტანციური შეხვედრები გაიმართა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან და მათ თხოვეთ ერთი მარტივი რამ. დაგვიკონკრეტონ რას გულისხმობენ იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმაში და რატო არის ეს კონკრეტიკა საჭირო. ხო, ერთი არის შემადგენლობა. შემადგენლობას რაც შეეხება თავიდან ბოლომდე ფორმირების წესი არის შესაბამისობაში საუკეთესო პრაქტიკასთან, არა მარტო რაღაც მინიმალურ სტანდარტებთან, ვენეციის კომისიის ევროსაბჭოს საუკეთესო, ასე ვთქვათ, პრაქტიკასთან და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ მიღებული გვაქვს ძალიან უაღრესად დადებითი შეფასება 2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში და ასევე 2018 წელს, როცა ვენეციის კომისიამ განიხილა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში მაშინ შეტანილი ცვლილებები. ანუ შემადგენლობაზე შენიშვნა არ არსებობს. რაც ხო გადაწყვეტილების მიღების წესი. აქ ჰქონდათ კონკრეტული რეკომენდაციები. 2/3 მიიღება გადაწყვეტილების ისედაც ასე იყო 2017 წელსაც ასე დარჩა კონსტიტუციაში 2/3 მიიღება გადაწყვეტილების მოსამართლეთა განწესებასთან დაკავშირებით დანიშნა შერჩევასთან დაკავშირებით. ახლა იყო რეკომენდაცია რომ ეს წესი
განგვეორცო ასევე სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ასეთი სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის დისციპლინური დევნა. და ესეც დავამატეთ 2/3-ით მიიღება ამიერიდან გადაწყვეტილებები, რომელიც უკავშირდება მოსამართლეთა დისციპლინურ დევნას. რაც შეეხება მოსამართლეთა დანიშვნას პირველი და მეორე ინსტანციის დონეზე, აქ იყო რეკომენდაცია, რომ იგივე მაღალი სტანდარტი გავრცელებულიყო, რაც ვრცელდება უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევაზე, ესეც გავაკეთეთ. ანუ ერთია ფორმირების წესი, თავიდან ბოლომდე არის თავსებადი ევროსაბჭოს არა მარტო მინიმალურ სტანდარტებთან, საუკეთესო პრაქტიკასთან, ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან, რაც შეეხება გადაწყვეტილებების მიღების წესს, აქაც გვაქვს არა მარტო მინიმალური სტანდარტი, მაღალი სტანდარტი დადგენილი, მაგალითად რო ნახოთ თქვენ მოსამართლეების დანიშვნა და უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა, ყველაზე გამჭვირვალე ხანგრძლივი რთული პროცედურა გვაქვს, რთული კარგი გაგებით, ასე ვთქვათ, დეტალიზებული პროცედურა დადგენილი ჩვენი კანონით. ამიტომ მინიმალურ სტანდარტზეც არ არის საუბარი. ყველაზე მაღალი სტანდარტი გვაქვს მაგალითად დადგენილი მოსამართლეთა განწესების შემთხვევაში. ასეთ დროს გვჭირდება კონკრეტიკა. აი, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ მსჯელობა გასაგებია, მაგრამ როდესაც საუბრობთ, რომ გვჭირდება კონკრეტიკა, ამ დროს ახლოვდება გადაწყვეტილების დრო. ეს არგუმენტები, რომ ხელისუფლებას სჭირდება კონკრეტიკა ევროპული საბჭოსთვის, რამდენად გასათვალისწინებელი იქნება, მით უმეტეს რომ პროცესი სრულდება, რაც ეხება დასკვნას. ჩვენ ამიტომ ამბობთ, ვაგრძელებთ კონსულტაციებს ევროკომისიასთან, თითოეულ თემასთან დაკავშირებით, თუ იქნება წარმოდგენილი დამატებითი არგუმენტირებული რეკომენდაციები, ყველაფერთან დაკავშირებით ღია ვართ სამშობლოდ. იგივე იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმაზე თუ გვეტყვიან, ამაში რა იგულისხმება კონკრეტულად, რა თქმა უნდა, აქაც ვიმოქმედებ. თავი რომ გითხრან, კონკრეტულად რას გულისხმობენ, მაგალითად იგივე იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმაში. შეერთებული შტატების სახალი ელჩი უკვე საქართველოში ერწმუნებათა სიგელებიც გადაცემულია, რა განწყობით, რა მოლოდინით ხვდებით თქვენ მის ჩამოსვლას, მის წინამორბედთან, თანამშრომლობის გათვალისწინებით, აი როგორი იქნება? მე პირადად ოპტიმისტურად უყურებ ახალი ელჩის ჩამოსვლას და დიდი იმედი მაქვს რომ მიდგომები შეიცვლება ფუნდამენტურად. თქვენ იცით, ჩვენ გვქონდა სერიოზული კრიტიკული შენიშვნები წინა ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით, მის პირობებში საელჩო საქმიანობასთან დაკავშირებით და ამის რაღაცნაირად კუდებსაც ხედავთ, იგივე ბოლო განცხადება, რაც გაკეთდა საელჩოს მხრიდან USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებთან დაკავშირებით აბსოლუტურად გაუგებარია, ხო? საუბარი იყო პირდაპირ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე და ამ დროს, ასე ვთქვათ, ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების შობლები საერთოდ წარმოუდგენელი რაშუაში იყო ეს ყველაფერი იმ განცხადებაში, ნუ ცინიკურიც კი იყო ეს განცხადება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ახალი ელჩის პირობებში და არა მარტო ეს, იგივე რევოლუციური რაღაცა პროცესების მხარდაჭერა შესაბამისი სუბიექტების მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა გახსოვთ მოსამართლის დაბარება. ნუ წარმოუდგენელი ფაქტი. იგივე ეს კამპანია, რომელსაც აწარმოებდნენ ეს მდიდარი NGO-ები სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, იგივე ეგრეთ წოდებული PVT-ის პარალელური ხმისთათვლის შედეგების გაყალბება და შემდეგ, ხო, ასეთი რაღაცები არ შეიძლება გამეორდეს. საზოგადოებას უნდა გქონდეს მყარი ნდობა ჩვენი მეგობრების და პარტნიორების მიმართ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში ასეთი რაღაცები არ გამეორდება, აღარ გაგრძელდება ექსტრემისტების დაფინანსება, მხარდაჭერა და ასე შემდეგ. ნუ ყველაფერი იცის საზოგადოებამ, რა ხდებოდა წინა ელჩის პირობებში, რაში იყო ეს ადამიანი ჩართული. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში განსხვავებული მიდგომებით იმოქმედებს. მაგრამ ის კრიტიკა, რაც გვესმოდა ჩვენ კელი დეგნანის მიმართ, გარკვეულწილად აღქმული იყო როგორც თავდასხმა პარტნიორ ქვეყანაზე. მათ შორის თქვენი ოპონენტებიც საუბრობდნენ, რომ ქართული ოცნება სპეციალურად თავს ესხმის შეერთებულ შტატებს იმისათვის, რომ ეს პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც 30 წელზე მეტია გრძელდება, გააფუჭოს. აი, რამდენად იყო ზოგადად აღქმული ამ კონტექსტში კრიტიკა ელჩის მიმართ? ნუ კელი დეგნანი არ იყო ამერიკის შეერთებული შტატები, არც მისი წინამორბედი ანკელი არ იყო ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი პარტნიორობა, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მრავალ წელს ითვლის და რა თქმა უნდა ერთმა და ორმა ელჩმა ამას ჭრტილი ვერ უნდა მიაყენოს და პირიქით მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ელჩი
იმ აღქმებს რადიკალურად შეცვლის, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული, სწორედ იმის გამო, რომ ხდებოდა რაღაცების გაყალბება, ექსტრემიზმის ხარდაჭერა და ასე შემდეგ. ეს აღქმები საზოგადოებაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს და მე დიდი მაქვს, რომ ახალი ელჩი ამ ყველაფერს ხელს შეუწყოს. თქვენ მართველი პარტიის თავმჯდომარე ხართ, აპირებთ, რომ მას შეხვდეთ დამთმ მზესაუბროთ? სიამოვნებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, ზოგადად ჩვენი გუნდის მხრიდან არის სრული ღიაობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ახალ ელჩთან შეხვედრები, კონსულტაციები, პარტნიორობა, თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა ამ კუთხით. გადავიდეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე და იმ ძალიან შთამბეჭდავ 3 დღეზე საზოგადოება თვალს ადევნებდა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომას და მართლაც საინტერესო იყო, ის ყველაფრისგან დამოუკიდებლად შეიძლება ითქვას, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საყურებელი მთელი ეს პროცესი. ახლა ველოდებით გადაწყვეტილებას. გაქვთ თუ არა რაიმე მოლოდინი, რა შეიძლება იყოს ვერდიქტი და ასევე შევაფასოთ უკვე შემდეგ თქვენი ოპონენტების პოზიციაც. რაც შეეხება მოლოდინს, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება სამართლებრივ მოცემულობას. მარტივად არის აქ რეალურად ძალიან საქმე. 3 დღე დაუთმე ჩვენ სინამდვილეში უმარტივესი კაზუსის ამოხსნას, ხო? რატომ? იმიტომ რომ ხდებოდა ხელოვნურად დისკუსიის გაბევრება. რაზეც საერთოდ არ იყო სამშელო, იმაზეც კი გვიწევდა მშელობა, ხელოვნური იყო აბსოლუტურად ეს ყველაფერი. სინამდვილეში ხდება რა? პრეზიდენტმა განახორციელა სამუშაო ვიზიტი, რაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, წარმომადგენლობით უფლებამოსილების განხორციელებას, რაც რა თქმა უნდა ნიშნავს მოლაპარაკებებს, რაც რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ საგარეო ურთიერთობებს ეხება ეს ყველაფერი, მან იცოდა, რომ თანხმობა უნდა მიიღო, იმიტომ რომ მიმართა მთავრობას შესაბამისი თხოვნით, უფრო მეტიც მან მოგვიანებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ინტერვიუებში, რომ მას სჭირდებოდა თანხმობა, არ ქონდა მიღებული ეს თანხმობა, არ დააფინანსა ბიუჯეტიდან. შესაბამისი ვიზიტები, რაც არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მას გაცნობიერებული ქონდა მისი ვიზიტების არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური ბუნება, არ ქონდა თანხმობა, თანხმობის გარეშე წავიდა, რასაც პირდაპირ გრძალავს საქართველოს კონსტიტუცია, შესაბამისად დაირღვა ქვეყნის ძირითადი კანონი. ამ დონის უმარტივეს კაზუსთან გვაქვს ჩვენ საქმე და ხდებოდა კიდევ ერთხელ გამიმრებ ამ ასე თქვა დისკუსიის ხელოვნურად გაბევრება საკონსტიტუციო სასამართლოში, სრული აბსოლუტურად აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, ახლა როდესაც ადამიანი, რომელსაც პროფესორი ქვია, ამბობს, რომ საქართველოში პრეზიდენტი მართავს თავდაცვის ძალებს, წარმოუდგენელი რამეა, როცა ამბობს, რომ მართავს სახელმწიფოს, უბრალოდ კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ორგანოებს პრეზიდენტი, ისეთი წარმოუდგენელი რაღაცებია. ეს არის, რა თქმა უნდა, იგივე იმ უნივერსიტეტის შეურაცხყოფა, სადაც ეს ადამიანი ასწავლის, ხო? ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შეურაცხყოფა, როდესაც მისი პროფესორი საზოგადოების თვალწინ ასეთ რაღაცებს ამბობს, რაც პირველი კურსის სტუდენტმა იცის, რომ საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო მმართველობის სისტემაში არც თავდაცვის ძალებს არ მართავს და არც კოორდინაციას არ უწევს სახელმწიფო ორგანოებს, ხო? სანამ სამართლებრივ ნაწილებში შევალთ ამ საქმის, მე მაქვს ერთი კითხვა, რომელიც მოსამართლე მერაბტურავ ამას დასვა პროცესზე. ამ ისტორიულ მომენტში, სადაც ვიმყოფებით და იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი არის აღქმული როგორც პროდასავლელი ლიდერი, ეს პროცესი, ანუ გულისხმობ იმპიჩმენტს, ხელს შეუშლის თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამ თემაზე იყო პრემიერის განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ ევროპელ კოლეგებს კი ესმით სამართლებრივი საკითხი, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ პროცესი აღქმას აფუჭებს, ოპტიკას აფუჭებს. სინამდვილეში სალომე ზურაბაშვილი არის ისეთივე პროდასავლელი, როგორც ლევან ხაბეიშვილი ან გუბა სანიკიძე. არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის. ის პირდაპირ მიყვება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს და ყველა ხედავთ, რომ მათ სურვილი აქვთ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ხა სხვანაირად როგორ აიხსნება სალომე ზურაბაშვილის შესაბამისი განცხადებები, ხო, როცა ის ამბობს, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს მოთხოვნებს და შემდეგ აღარ მინდა ყველა განცხადებას რო გავყო, ის პირდაპირ რეალურად აწარმოებდა ისეთივე კამპანიას, როგორცაც აწარმოებს დღემდე რადიკალური ოპოზიცია, ხო, რომელიც პირდაპირ მიმართულია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. შენ თუ ფორმალურად ასრულებ მოთხოვნებს, რა გესაქმება მაშინ ევროკავშირში და როგორ უნდა მიიღო კანდიდატის სტატუსი. ხო, რეალურად ერთი არის რაღაცა ზეპირი საუბრები, იმასთან დაკავშირებით რომ ვიღაცა სურს თუ არ სურს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მეორეა ფაქტები. და ფაქტები ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანები სალომე ზურაბაშვილის ჩათვლით, ისევე როგორც სალომე სამადაშვილი, იქ რაღაც გიორგი ვაშაძე და შემდეგ, ყველა აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. და ეს იმპიჩმენტი სწორედ იქითკენ იყო მიმართული, რომ ხელი შეუშალოთ მათ შორის სალომე ზურაბიშვილს ამ სახელმწიფო საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებაში. ეს ხო ერთ-ერთი
პოლიტიკური მოტივი ამ ყველაფრის უკან, მაგრამ მთავარი მოტივი არის რა თქმა უნდა მაინც ქვეყნის ძირითადი კანონის საქართველოს კონსტიტუციის დაცვა და ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ჩვენი სამართლებრივი სისტემის წინაშე. პრეზიდენტმა არასწორი სტრატეგია შეარჩია სამართლებრივი თვალსაზრისით დაცვის კუთხით. წარმომადგენლებს როგორ შეაფასებდა? მან არ მიანიჭა ნდობა, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციის წევრებს თავისას და წარადგინა სხვა. ესეც საინტერესოა, ნახეთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვიცნობ მაგალითად ადამიანს, რომელიც არის კომპეტენტური კონსტიტუციურ სამართალში კონკრეტულად, ანუ არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი და კომპეტენტური ადამიანი, პროფესიონალი, თავის საქმის პროფესიონალი, როცა მას ერთ-ერთ წარმომადგენლადაც არ აგზავნი პროცესზე და აგზავნი ორ იურის, რომელთაგან არც ერთი არ არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი. ერთი არის ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი და მეორეს აქვს რაღაცა ზოგადი პროფილის განათლება და გამოცდილება. ხო, ამას რო აკეთებ, აქედან ჩანს, რომ თავიდან ბოლომდე არ გაქვს სამართლებრივი არგუმენტების იმედი და ცდილობ პროცესის პოლიტიზებას. სწორედ პოლიტიკური ნიშნით იქნენ შერჩეული წარმომადგენლები, ყველა მიცის ერთ-ერთი მათგანი არის ნაცმოძრაობის გულხურვალი მხარდაჭერი, უკვე ძალიან ბევრი წელია, რის გამოც არაერთი ჯილდო აქვს მას მიღებული, მათ შორის პროფესორის სტატუსი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის სტატუსი და ნუ რაც შეეხება მეორე წარმომადგენელს, იქაც მისი პოლიტიკური შეხედულებები არის ყველასთვის ცნობილი. ანუ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ნიშნით წარმოადგინა მან საკუთარი, ასე ვთქვათ, ნდობით აღშეული პირები საკონსტიტუციო სასამართლოში. მთელი 3 დღე ამტკიცებდნენ იმას, რომ პრეზიდენტი არ შეჭრილა მთავრობის უფლებამოსილებებში, პირიქით ის ახორციელებდა საკუთარ უფლებამოსილებას. აი თამარ ჩუგოშვილის ფრაზა ალბათ თქვენს გახსოვთ, სადაც ამბობდა, რომ აბა წარმომიდგინეთ მტკიცებულებები, სად ჩანს, რომ პრეზიდენტი შეიჭრა მთავრობის წარმომადგენელთა უფლებამოსილებაში, ან რა მოლაპარაკება ჰქონდა, ან დაუშვათ რა ქმედება განახორციელა, რომლითაც კონსტიტუცია დაარღვია. პირველი თავად აღიარეს, რომ მან საზღვარგარეთ განახორციელა სამუშაო ვიზიტები. სამუშაო ვიზიტის დროს ერთმნიშვნელოვნად შესაბამის თანამდებობის პირი აწარმოებს მოლაპარაკებებს, იქ ყავაზე სასაუბროდ ხო არ იყვნენ. პირდაპირ თან გაცხადებული იყო მიზანი, დეკლარირებული მიზანი რა იყო? მხარდაჭერის უზრუნველყოფა. მხარდაჭერა კონკრეტულ შედეგშია, ხო გამოხატული, ეს არის პოლიტიკური შედეგი და ეს არის სამართლებრივი შედეგი. ხელი უნდა აწიონ 27 ქვეყანა როცა აწევს ხელს 15 დეკემბერს ევროპულ საბჭოში მიზანია რომ ერთ-ერთი იყოს შესაბამისი ქვეყნის ლიდერიც. კონკრეტული მიზანი ჰქონდა, დეკლარირებული მიზანი ამ ვიზიტებს, ეს იყო სამუშაო ვიზიტები და კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ეს ყველაფერი ისახავდა მიზნად პოლიტიკური შედეგის მიღწევას და სამართლებრივი შედეგის მიღწევას. და პრეზიდენტის უფლებამოსილები არის დადგენილი მხოლოდ 52 მუხლით ამ საგარეო ურთიერთობების ნაწილში, არც 59 მუხლით, არც 78 მუხლით, რაც მარტივი ლინგვისტური განმარტებითაც კითხინდება. ერთს ქვია სტატუსი, ანუ მუხლს ქვია სტატუსი, ანუ მუხლი გეუბნება, რომ ეს ადგენს არა უფლებამოსილებას, არამედ სტატუსს. და კობალეიშვილი და ჩუგოშვილი გეუბნებიან, რომ სტატუსს კი არ ადგენს, უფლებამოსილებას ადგენს. ვის უნდა დაუჯეროთ? კონსტიტუციას თუ კობალეიშვილს და ჩუგოშვილს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციას, რომელიც გეუბნება, რომ ეს არის სტატუსი და არა უფლებამოსილება. და 78 მუხლის უმარტივესი ლინგვისტური განმარტებაც გეუბნება ჩვენ იმას, რომ ეს მუხლი არ ადგენს დამატებით უფლებამოსილებას. 52 მუხლი ადგენს უფლებამოსილებას, აქ მითითებულია, რომ წარმომადგენლობით უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ მთავრობის თანხმობით არის შესაძლებელი. დამთავრებული ამბავია, უმარტივესი კაზუსია სინამდვილეში. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ პირველი კურსის, პირველი ლექციის დონის კაზუსია, ის ყველაფერი, რაზეც იქ იყო მსჯელობა და ამას მოუნდით 3 დღე. საყვედურიც მიიღეთ ამის გამო, რომ შეურაცხყოფას აკანებს სტუდენტებს, როდესაც სტუდენტები რა შუაშია, ანუ არსებობს პირველი კურსის დონის კაზუსები, მეოთხე მე თავიდან დავიწყე პირველი კურსის დონის კაზუსებით, მე გადავედი რაც მეორე, მესამე, მეოთხე და რა თქმა უნდა სირთულის მიხედვით განსხვავდება კაზუსები, არაფერ შუაში არ არის აქ შეურაცხყოფა, თავისთავად შეურაცხყოფათ ეს იმან უნდა მიიღოს, ვინც პროფესორის სტატუსს ატარებს და პირველი კურსის კაზუსს ვერ ხსნის. გაუთვითცნობიერებელი მაყურებლისთვის ყველაზე მკაფიო არგუმენტი იყო მართლაც ეს განსხვავება სტატუსსა და უფლებამოსილების შორის. ის იყო ყველასთვის ცხადია, რომ რეალობა არის ასეთი. თუმცა დაცვა მაინც თავარ, ასე ვთქვათ, ღერძად აირჩია სწორედ ეს, რომ აქცენტი გაეკეთებინა 59 მუხლზე და არ მოეძებნათ მე რაიმე სხვა. თქვენ გახსოვთ, გაორცელეთ, ასე ვთქვათ, წამოვაგეთ, ასე ვთქვათ,
მცირე შეცდომაზე ჩვენი ოპონენტები გავრცელეთ ინფორმაცია, რომ აღარ ვაპირებდით პრეზიდენტთან კანონის ხელმოსაწერად გაგზავნას. და ნუ ხდება რა, რომ არის 36 მუხლი კონსტიტუციაში, სადაც წერია, რომ პარლამენტი თან იქ საინტერესო რა არის, რომ იმუხს ქვია სტატუსი და უფლებამოსილებაც, ანუ ორივე ქვია. და იქ წერია, რომ პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. ხო, ანუ შეგიძლია განმარტო უფლებამოსილებადაც თან 59 მუხლისგან განსხვავებით. ანუ გაქვს შენ უფლებამოსილება ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. და ცალკე გიწერია 46-47 მუხლებში, როგორ მიიღება კანონი და როგორ ეგზავნება მერე პრეზიდენტს ეს შესაბამისი კანონი. როგორ შეიძლება შენ ცალკე აიღო 36 მუხლი და თქვა, რომ არის პარლამენტის კომპეტენცია, სადაც პრეზიდენტის გარეშე მიიღება კანონი და აქეთ არის 55-56, სადაც პრეზიდენტის ჩართულობაც არის საჭირო, იმიტომ რომ იქ პარლამენტი ანაწილებს პრეზიდენტზე პასუხისმგებლობას. ნუ ამ დონის აბსურდზე იყო საუბარი და თვითონვე პირველი წამოიგო ჯუგოშვილი ამ ყველაფერს 5 წუთში საოცარი კომენტარი გააკეთა, რასაც 3 დღე ამტკიცებდა. იმის აპირისპირო რამე თქვა საბოლოო ჯამში დაწერა პროფესორად Facebook-ზე, მე მიყვნენ სხვა ეგრეთ წოდებული იურისტები, ბესელიები და შემდეგ, ნუ მარტივად წამოიგდნენ, მარტივად 3 დღე ამტკიცებდნენ საოცრება იმ აბსურდს, რაზეც მე 5 წუთში დაწერეს, რომ როგორ შეიძლება ასეთი რამ სუსტად იდენტური кейსი იყო, კიდევ უფრო, მოკლედ როგორც არის. აი საინტერესო თქვენი შეფასება, რომ არაკვალიფიციურობის გამო შევიდნენ აი ამ ჩიხში, თავადვე თუ უბრალოდ სხვა შანსი არ არსებობდა, სხვა სფეროფერს მოიწევდნენ. სამი მიზეზი, ერთი რომ მათი პოზიციები იყო ძალიან სუსტი, დაარღვია და როგორ უნდა დაამტკიცო, რომ არ დაარღვია. შენს კლიენტს თუ ყავს კაცი მოკლული, ვერ დაამტკიცებ, რომ არ ყავს მოკლული, ნუ ან მოსამართლის რაღაცა არაკეთილ გონიერების იმედი უნდა ქონდეს, ან სხვა რამე, ფაქტი იყო, რომ დაარღვია. ეს ერთი მიზეზი. ნუ მეორე კომპეტენციის დეფიციტიც იყო, ეს იყო რა თქმა უნდა პრობლემა და მესამე იყო კეთილსინდისიერების დეფიციტიც. როდესაც მოსამართლე და ნუ მე მხარე, შენ 10 ჯერ გისვავს ერთი და იგივე შეკითხვას და 10 ჯერვე არ პასუხობ ამ შეკითხვას, იმიტომ რომ იცი მე რა ლოგიკური დასკვნა მოყვება ამას. ეს ხო კეთილსინდისიერების ამბავიც არის. ნუ კეთილი ინებე და რო გაიჭედები, უნდა აღიარო ეს ყველაფერი. 10 ჯერ არ უპასუხე შეკითხვა. მოსამართლე კითხვას უსვავდა 10 ჯერ ერთ და იგივეს, აი ეკითხებოდა მარტივად წარმომადგენელი და ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. სხვადასხვა რამეა თუ ერთ და იგივე რამე არ პასუხობდნენ ცოცხალი თავით. და როგორც კი უპასუხებდა რომ ერთ და იგივეა, მაშინე ბოლომდე თავზე ინგრეოდათ ყველა ეგრეთ წოდებული არგუმენტი. როცა იცი რომ შენი სწორი პასუხი საბოლოო ჯამში პოზიციებს გისუსტებს, მაგრამ 10 ჯერ თავხედურად არ პასუხობ მოსამართლეს. მაგ ყველაფერი ნათელია, ხო ეს არა მარტო კომპეტენციის პრობლემა იყო საბოლოო ჯამში, იყო კეთილსინდისიერების პრობლემაც ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დაველოდოთ ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, საინტერესოა მოსამართლეთა კოლეგია რა გადაწყვეტილებას მიიღებს უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი. ასევე ჩვენ უნდა მოვასწროთ საუბარი თქვენი ოპონენტების გეგმებზე და ქცევებზეც პრინციპში. მთავარი რაც მთელი მათი კამპანია ბოლო 1 წელი აგებული არის იმაზე, რომ საქართველოს არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი საბოლოო ჯამში საყოველთაო მღელვარების. ახლა ნაწილი კვიპროსშია ჩასული კეზერაშვილის ტრენინგზე და ნაწილი გირჩი და დროა აქეთ ამზადებენ საიტებს იმისთვის, რომ ერთგვარად მოხდეს უწყებების ადამიანების პერსონების დემონიზება და მათთვის მონების ძახილი. რა შანსი აქვს ამ სტრატეგიას? ნუ სხვადასხვა ფლანგია, ერთ-ერთი ფლანგია რომ იმას ხეს სააკაშვილის მავზოლეუმი გახსნა, როგორც ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ ამას უწოდა. ნუ ეს დეგრადაციაზე მეტყველებს, ხო? როცა რაღაცებს აკეთებ, ვიღაცა კვიპროსში გარბის, ვიღაცა აქ იმას სალოცავს ხსნის წმინდა მიხეილის და შემდეგ, ეს რა თქმა უნდა დეგრადაციაზე მეტყველებს და ნუ არ ვიცი ხა ასეთი პროცესებით როგორ უნდა მიაღწიონ რაიმე შედეგს არჩევნებზე, ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია, ხო, ბუნებრივია შეუძლებელია. რაც კარგია, ჩვენთვის ეს კარგია სუბიექტურად და რასთავარი ქვეყნისთვის არის კარგი, რომ ასე ვითარდება ეს პროცესები, შეცდომაზე უშვებენ, მოშლილია თავიდან ბოლომდე ეს რადიკალური ოპოზიცია. ნუ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაგრძელდება პროცესები არჩევნებამდე, რაც საბოლოო ჯამში ხელშეუწყობს რას, რომ ეს არასწორი პოლიტიკური ძალა, რასაც ქვია ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა, საბოლოო ჯამში დაკარგავს თავის, ასე ვთქვათ, ბოლომდე თავის როლს.
ნეგატიურ როლს, რომელსაც ის ასრულებდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. მოგეთ კარგი მიმართულებით მიდის ეს პროცესები. ამ კუთხით ის დაუბრუნდების იმპიჩმენტის თემას ალბათ მომავალ კვირაში იქნება უკვე გეჯისხრა, ნახოთ როგორ წარიმართება ეს პროცედურები და თქვენ იცით რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამ რადიკალური პოზიციის იმედით არღვევდა კონსტიტუციაში. შესაბამისად პრაქტიკულად გამორიცხულია რომ შეგროვდეს 100 ხმა მომავალ კვირაში, როდესაც გენჯიღრება უკვე იმპიჩმენტს, ესეც რა თქმა უნდა დამოკიდებულებაზე მეტყველებს. მათთვის არავითარი ფასი არ აქვს, არც კონსტიტუციას, არც კონსტიტუციურ წესრიგს, საერთოდ არაფერს. პირიქით, ისინი მუდმივად შეგნებულად გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რა თქმა უნდა ლოგიკურია, რომ ხარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც იგივეს, ხო, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას. ეს არის მათი დამოკიდებულება. რას ემსახურება ოპოზიციის განცხადებები მის თაობაზე, თითქოს თქვენ ცდილობთ მათი ხმების ყიდვას და დარწმუნებას. და ბოლოს უნდა თქვა, რომ ცადეთ და არ გამოგვივიდა, აბსურდია. აქედან რომ ვამბობთ, რომ საერთოდ ნული ცდილობა გვაქვს, რომ ერთ-ერთი ჩვენი მცდელობა იქნება, როცა შედგება სხდომა, ბუნებრივია, მივმართოთ სიტყვით პარლამენტს და ვესწრებით ბუნებრივია ყველა დეპუტატის დარწმუნებას, მაგრამ რაც შეეხება კულუარულ მუშაობას, სრული, ასე ვთქვათ, სითამამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი ასეთი არც ცდილობა გვაქვს და არც მომავალში გვაქვს ასეთი რამ განზრახული მომდევნო დღეების განმავლობაში. ეს არის მიზანი, რომ აი ცადეს არ გამოვიდათ, აბსურდი. ვისთან უნდა ცადო? ნაცმოძრაობასთან თუ იმასთან, აქვია, ვაშაძესთან თუ ვისთან უნდა ცადო? რომელ მათგანსა? საინტერესოა წეგან ახსენეთ, რომ სალომე ზურაბიშვილსაც მხარს იმიტომ უჭერენ, რომ ანტიკონსტიტუციური ქმედებები განახორციელოსო. თქვენ ფიქრობთ, რომ შემდეგ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი შეიძლება ერთად იყოს? რეალურად ისინი უკვე ერთად არიან. რაც შეეხება მათ საარჩევნო გაერთიანებას, ესეც სავსებით შეასრულებელია. როგორც პატრონები ეტყვიან, ესე გააკეთებენ. ისინი არ არიან დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, რა მითითებასაც მიიღებენ, ინსტრუქციასაც მიიღებენ, ესე გააკეთებენ. შეიძლება ნებისმიერთან გაერთიანდეს, როგორი ნალანძღიც არ უნდა ყავდეთ ერთმანეთი და შემდეგ, ხო? საუბარია მაგალითად რილოს და გახარიას გაერთიანებაზე, გახსოვთ ერთმანეთს რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ. არაფერი გამორიცხული არ არის, რადგან როცა საერთო პატრონი ყავს, იქ იღებ დავალებას და როგორც აგენტი ისე მოქმედებს. შეიძლება ცოტა ვრცლად შევეხოთ გირჩის და დროას ინიციატივას. ხომ არ ფიქრობთ, რომ აი ეს იდეა რომ შეიქმნას პორტალი, სადაც რუსეთის სამსახურში მყოფი ადამიანების შესახებ ინფორმაცია განთავსდება, ეს არ არის უბრალოდ აქტივობისთვის. ხო, ეს არის რაღაცა გამიზნული და უკვე ნაცნობი ტრენინგებიდან აღებული იდეა, რომელსაც შურსმიმავალი გეგმები და მიზნები აქვს. ეხლა აგენტები ვახსენეთ და პრინციპში რაც თვითონ აწუხებთ, იმაზე ცდილობენ, რომ სხვაგან გააკეთონ აქცენტი. თავი მონა ვინ არის სინამდვილეში? ეს არის აგენტი. რატო? იმიტომ რომ აგენტს საერთოდ ნული რესურსი აქვს, რომ თავის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს. რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთოს. როგორ დამაზიანებელი ცარ უნდა იყოს ეს ქვეყნისთვის, მაგრამ არა მარტო ქვეყნისთვის, პირადად აგენტისთვისაც რომ იყოს დამაზიანებელი, მაინც უნდა გააკეთო, იმიტომ რომ ეს არის აგენტის ბედი. და რაც თვითონ აწუხებთ, თვითონ არიან სინამდვილეში, თავი მონა არის აგენტი. თვითონ რაც არიან, ის აწუხებთ და მერე ცდილობენ რომ ხებზე გადაიტანონ ეს ეპითეტი, რაც ბუნებრივია მათ არ გამოუვათ. თქვენ გახსოვთ იგივე სალომე ზურაბიშვილს ისინი უწოდებდნენ აგენტს, რეზიდენტს, ჯაშუშს, რაც ყველა სიტყვა გამოიყენეს, ხო, ყველა ასე ვთქვათ, ეპითეტით შეამკეს სალომე ზურაბიშვილი და დღეს აცხადებენ, რომ ის ყოფილა მთავარი პროევროპელი ლიდერი. არავითარი ფასი მათ სიტყვებს არ აქვს. აი შეუძლიათ გააკეთონ 2018 წელს აცხადებდნენ ადამიანს ჯაშუშად. ჯაშუში ხო ის მდგომარეობა, რომელიც არ იცვლება, ხო? შეიძლება ვიღაცა მიგაჩნდეს პრეზიდენტობის ღირსად, ჩვენ შემთხვევაში ხო ასე მოხდა. ფიქრობდით, რომ იყო პრეზიდენტობის ღირსი და დღეს ვფიქრობთ სხვანაირად, მაგრამ თუ ადამიანს მიიჩნევთ ჯაშუშად და ჯაშუშად წარმოჩენს საზოგადოების წინაშე, ეს სტატუსი ხო ვერ იცვლება. ან ჯაშუში რჩება ჯაშუშად. 2018-ში ამბობდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო ჯაშუში, დღეს ამბობენ, რომ ის არის მთავარი პროევროპელი ლიდერი და რა ვიცი, 1000 კომპლიმენტს ეუბნებიან ამ ადამიანს, ხო? აქედან გამომდინარე ამ გამოცდილების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ამ ოპოზიციონერების არც ერთ სიტყვას ფასი არ აქვს, რაც არ უნდა იძახონ, შესაბამისად ასეთი ინიციატივებიც არის წარმომადგენლობისთვის განზრახული. მადლობა, დავასრულოთ ინტერვიუ. ირაკლი ყურბახიძე, ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი. და ჩვენ ვაგრძელებთ